ერთხელ იტალიაში ომი ვედროს გამო მოხდა. კი, ვედროს გამო და თან ხალხიც კი დაიხოცა. მე თან პანუოცოს ბურგერს შევჭამ და მოგიყვებით. 1325 წელს ბოლონია და მოდენა ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ. ხო და ერთ დღესაც მოდენელები მტრის ქალაქში შეიპარნენ. მაგრამ ცენტრში მოსწყუდაც. ამიტომ გადაწყვიტეს იქვე ჭიდან წყალი ამოიღოთ და ის დაელიათ. ამის შემდეგ კი სახუმაროდ ვედრო მოიპარეს და თავის ქალაქში წაიღეს. მაგრამ ბოლონიელებს ეს ხუმრობად საერთოდ არ მიუღიათ და კატეგორიულად მოითხოვეს, რომ ვედრო უკან დაებრუნებინათ. იცოდეთ, ვედროს თუ არ დააბრუნებთ, სისხლი დაიღურებაო. მაგრამ მოდენელებმა ვედრო კი არ დაუბრუნეს, გაგზავნილ ხალხს დასცინეს და ისე გაუშვეს უკან. ვერც კი წარმოიდგინეს ამას რა შეიძლებოდა რომ მოხოლოდა. ამ საქციელმა ბოლონიელები ძალიან გააბრაზა. ამიტომ გადაწყვიტეს ვედრო ნებისმიერი ხერხით უკან დაებრუნებინათ. მათ შეკრიბეს 32000-იანი არმია და საომრად გაემართნენ. მათ ბევრად მეტი ჯარისკაცი ჰყავდათ ვიდრე ვედროს მომპარავებს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დამარცხდნენ და 2000 ჯარისკაცი მოუკვდათ. ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ. მოწინააღმდეგეს დასამცირებლად ვედროს მომპარავებმა არა ოქრო ან ძვირფასეულობა, არამედ მეორე ვედროც მოიპარეს.